მოგესალმებით, ეთერში ანა ჩიქოვანის პოდკასტის საპროტესტო სერია. დღეს ჩემი სტუმარი იქნება ხატია დეკანოიძე, პოლიტიკოსი და ამჯერად ვისაუბრებთ მის პირველ თარგმანზე, ძალიან მნიშვნელოვან თარგმანზე, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია საქართველოში. გულისხმობ როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, ფილიპინელი ჟურნალისტის მარია რესას წიგნი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ეხლა განვიხილავდით, რომ აქამდე არ ყოფილხარ ჩემი პოდკასტის სტუმარი, თუმცა ისეთი პერიოდები დაემთხვა, რომ სუწყვეტები თუ აკეთებდი ხოლმე გადაცემს რაღაცა მე რეაქციები, მე პაუზა და შემდეგ. და ახლა ისეთი თემა არის და ისეთი პერიოდი გვაქვს ქვეყანაში, როდესაც პირველი შენ გამახსენდი ამ თვალსაზრისით. მაყურებელს მინდა მოუყვე ორი სიტყვით ვინ არის ეს ადამიანი, მარია რესა, ფილიპინელი საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელმაც 2021 წელს აიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში რუსულ ნოვაი გაზეტას თავარ რედაქტორთან მურატოვთან ერთად. და სხვადასხვა ახლა ის ამბავით წამოგვეწია, რომ ცოტა ხნის წინ, მგონი ერთი კვირის წინ დააკავეს ეს ცნობილი დიქტატორი. ხო, 12 იყო თუ 2 დღის წინ. ხო, დიქტატორი როდრიგო დუტერტე, რომელსაც საერთაშორისო სამართლის განჩინებით მიუვიდა მოკლედ ეს დაპატიმრება. და ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ ჯერ ერთი როგორ მიხვედი ამ წიგნამდე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ცხადია. მომისმენია შენ ინტერვიუები ამ თემაზე და ვიცი რომ მათ შორის პირველ თარგმანია და ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი პარალელი, რასაც ხედავ დღევანდელს ჩვენს რეალობასთან, მაგაზე მინდა რომ მომიყვე. მადლობა შენ სტუმრობის ორგანიზებისთვის. ჩემთვის ძალიან კომფორტულია ხოლმე ეს პოდკასტებში საუბარი, გაცილებით უფრო თავისუფალია, უფრო კარგია. ვიდრე ცოტა ესე თქვათ შეზღუდული დრო რო გაქვს და ტრაფარეტულად რო ხარ, რაღაცა უფრო თითქოს რაღაცნაირად პოლიტკორექტული ხარ. ესე იგი ეს წიგნი ვიპოვე, რესას დიდი ხანია ვიცნობ, ანუ ისედაც ძალიან ცნობილი ჟურნალისტია. და როდესაც ნობელის პრემია აიღო, მაშინ მახსოვს CNN-ზე უყურებდი, სადღაც აეროპორტში ვიყავი და ამის შემდეგ რამდენიმე დღეში უბრალოდ რამდენიმე თვეში შვედეთში ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვიპოვე მისი წიგნი. სულ მინდოდა უბრალოდ რაღაც ვეღარ მოვხვდი რომ მეყიდა. How to stand up to a dictator. და ესეთი წიგნია, ხო? აი ამ ხელა ნარინჯისფერი სასასია პინგვინის გამოცემა და რო წავიკითხე, სანამ ჩამოფრინდი საქართველოში 2 საათში წავიკითხე, მართლა ვიყავი შოკირებული, რამდენად ხო, აი რამდენად საერთო ქსელია ყველაფერი. შესეხება სოციალური ქსელების გამოყენებას, Facebook-ის აღზევებას, Twitter-ის აღზევებას, ტრამპის პირველ პრეზიდენტობას, პირველი ვადის, როგორ ხდებიან ქალები, განსაკუთრებით ჟურნალისტები, პოლიტიკოსები ამ სოციალურ ქსელში, ბულინგის ობიექტები, როგორ იყენებს ძალაუფლება, ყველაფერს კანონის ინსტრუმენტალიზაცია როგორ ხდება, საკანონმდებლო ბაზის, როგორაც ჩვენთან არის პრინციპში. დაასჯა თვითონ მარიას წინააღმდეგ იყო 34 საქმე აღძრული, ეხლა არის რამდენიმე კიდე დარჩენილი და მე მართლა იმდენად მაშოკირებელი იყო ეს, რომ ჩემს მეგობრებს ვკითხე რომ ანუ ეს ვინმე მეგებ თარგმნოს, იმიტომ რომ ნუ არ ვიცი რაღაცა აუცილებელია, იმიტომ რომ მინდოდა რომ ყველას წაეკითხა საქართველოში, ყველას, ჩამოვიტანე ეს ორიგინალი. მოკლედ მივედით ჩემი მეგობრების ძალიან დიდი ძალისხმევით ლიტერატურულ სამკუთხედში წარვადგინე ეს წიგნი, ინგლისურად იყო ხო და მე რო გამოვედი თუ რა ამერიკის გამომცემლობიდან კახმაგმა და ამერიკა და მოკლედ ძალიან სწრაფად გვინდოდა თარგმანი და ეხლა მე არ ვარ ინტელექტის და მე არ ვარ თარჯიმანი ეხლა ესე თარგმნელი არც ლიტერატორი არც ფილოლოგი ეხლა სხვა განათლება მაქვს სრულიად და მოკლედ შენ უნდა თარგმნო მითხრა და ეხლა მე რო ვთარგმნო მეთქი არ ვიცი ეხლა რედაქტორი მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამას ჩართული ჩემი მეგობრები ძალიან დამეხმარნენ მათ შორის თვითონ გამომცემლობა და მე კარგი ის მოხდა რომ ამ თარგმანის ბოლოს უკვე წიგნის გამოცემა რო ქონდა გადაწყვეტილი უკვე ჩამოვიდა მარია რესა ზეგის ფესტივალზე და ჩვენთანაც წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. რესა არის ძალიან ისეთი ჩემი მეგობარია თან, მე ძალიან vocal, ხმაურიანი იყო მზიან ამაღლობდის საქმეზე.
კი. ვატიკანიდანაც ილაპარაკა ისაუბრა. არაერთხელ მე რომ მივწერა მაშინ ჯერ პირველი პროტესტის ტალღაზე ვიდეო ჩაწერა, მე სუმზიაზე ლაპარაკობდა წერდა ყველას, დიდი მადლობა მას ამისთვის, მართლაც მზიაზე რო იცის მთელმა მსოფლიომ, არა მხოლოდ ევროკავშირში ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რეზონანსი იყო მისი მხრიდან და კონტრიბუცია წვრილი ძალიან დიდი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რას წერს ეს ხალხი, ეს ადამიანი და რას აფრთხილებს ხალხს, ხო? ანუ ფილიპინების ისტორია რა არის, რომ დუტერტე რომელმაც მტრის ხატი გამოიგონა ნარკობარონების სახით, როგორც ამათმა გამოიგონოს გლობალური ომის პარტია, ჯერ ნაციონალური მოძრაობის მარგინალიზაცია, თქვათ, მე ჟურნალისტები სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ვართ ერთად აგენტები, ხო? და ამან გამოიგონა დუტერტემ მტრის ხატად ეს ნარკობარონები, როგორ მოიგო არჩევნები, როგორ ხოცავდა ხალხს, როგორ ერჩოდა ჟურნალისტებს, როგორ აღზევდა Facebook-ში ეს ტროლების არმია და ჯარი, რომელიც ეს ადამიანებს საშინლად აბულინგებდა. სხვა შორის ერთი ისტორია მოყოლილი, ქალი პოლიტიკოსზე, როგორ იმოქმედა სისტემამ. დუტერტემდე იყო მარკოსი, რომელიც მალაც 30 მილიარდი მოპარა ფილიპინებს, აი მაგალითად ეხლა გამახსენდა მაკაბოჭორიშვილი და ქოცების დელეგაცია რო წავიდა გაეროში, რაღაცა ქალთა მოხსნა, ანუ ეს არის ქოცები, ესენი არიან ქოცები, ვინც გენდერის სიტყვა ამოიღო კანონიდან, ხო? ანუ წარმოუდგენელი და ქალებს ლეწავენ იმაზე, რა ქვია, პროტესტზე. ხო და ეს ხალხი წუხდა რომ რატო ჩავიდა, ხა მასე მარკოსის ცოლი იმელდა მარკოსი, რომელსაც წარმოუდგენელი კორუფციით შეძენილი ქონება ჰქონდა ცოლსაც და ქმარსაც. იმელდა მარკოსიც, რომელსაც აჯანყების და რევოლუციის მერე რევოლუციით გადააგდეს მარკოსი. რევოლუციის მერე 10,000 წყვილი ფეხსაცმელი აღმოუჩინეს ბრენდული თავის სახლში. ესეც დადიოდა, იმელდა მარკოს ჩადიოდა გაეროში. ხა გაეროში კადაფის დადიოდა, ამიტომ მე დამწერე რომ ნუწუხართ ესე ძალიან, ხო, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ არის, ხა გაეროს წევრია საქართველოს, ბილეთს იყიდი, ჩახვალ. აქ ჩემთვის ყველაზე მძიმე ის არის, რომ რატო ჩავიდნენ, ვიზა რატო ქონდათ, იმიტომ რომ სანქციები ითვალისწინებს, რომ მათ შორის ჩემი პირადი მოსაზრება იყო და ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს დღესაც, რომ სანქციები დაუწესდეს ყველა იმ ადამიანს, რეჟიმის წარმომადგენელს, რომელსაც რუსულ კანონს პირველად ხარ დაუჭერდა, მეორე და ასე შემდეგ. მოკლედ, ითარგმნა ეს წიგნი, გამოიცა და სხვათა შორის მე ანუ მზიას ეს სიმბოლური ჟესტი და სხვა შორის ძალიან სიმბოლური იყო, იმიტომ რომ ჩვენ მიუჩვეული ვართ წინააღმდეგობის და პროტესტის სიმბოლოს, რაღაცა კაცი, მუჭი, რაღაცა მუშტი და ასე შემდეგ და ეს ბოლო პერიოდი წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა გოგონა დროშით, რომელიც ცეკვავს წყალთან მოცეკვავე, სალომე კენჭიაშვილი, ნანა მალაშხია, რომელიც ევროკავშირის დროშით ესე კაცები რომ უმაგრებენ ზურგს, ეს ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია და ქალი წიგნით. არა ვთქვათ რაღაცა ჯოხით ან მუშტით ან ქალი გისოსებს მიღვა წიგნით და რაღაც სიმბოლურია, ჩემი მეგობარის წერდა რომ ესე იგი ცნობილი ჟურნალისტი ქალის რეპრესირებული ქალის წიგნი, რომელიც თარგმნა ქალმა პოლიტიკოსმა და რომელიც გისოსებს მიღმა იდგა. მოკლედ პროტესტი სიმბოლო გახდა ეს წიგნი, მე ძალიან ამაყი ვარ ამითი და ნუ მართლა მადლობა მარიარესას და პრინციპში ის რომ დუტერტეს გამოუწერეს ორდერი საერთაშორისო ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის, ეს არის მარიარესას და მისი კოლეგების და საგამოძიებო ჟურნალისტების დამსახურება. რაპლერი წერდა ძალიან ბევრს დუტერტეს სისხლიან მკვლელობებზე, კორუფციაზე და ასევე ამ წიგნში კარგად არის, ყველას ურჩევს წაიკითხოს, კარგად არის ასახული რა მავნებელია ახალი ეკოსისტემა, რომელშიც ჩვენ შევედით აი 2000-იანი წლებიდან, Facebook-ი, სოციალური ქსელები, Twitter-ი, X-ი, ახლა რომელიც მასკის პლატფორმა არის, მასკმა შეიძინა, როგორ შეიძლება ამ პროპაგანდამ და მანიპულაციამ მოახდინოს ადამიანზე გავლენა ფსიქოლოგიურად მათ შორის და როგორ შეიძლება დეჰუმანიზაცია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ადამიანების. ანუ ადამიანებს, ვინც არიან რეჟიმს წარმოადგენენ. წარმოუდგენლად საინტერესოა და რა ვიცი, ხო, ესე მოხდა რომ ეს წიგნი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და ესეც ძალიან სიმბოლური არის, მათ შორის როცა ხედავთ მზიას სასამართლოს ხდომაზე ამ წიგნით ხელში. რასაც ახლა ახსენებდი ზუსტად სოციალური ქსელების მავნებლობაზე, ხშირად საუბარი მიდის ხოლმე იმაზე, რომ აი იქამდე შეიძლება მივიდეთ, რომ Facebook-ი აკრძალვა და შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე პირიქით ზუსტად თავისთვის სასარგებლოდ იყენებენ ამ Facebook-ს და სოციალურ ქსელებს. ანუ პირიქით მათ უფრო ხელს აძლევთ ჯერჯერობით ამ ეტაპზე რაც უყურებთ, ხო არის ეგრე, იმიტომ რომ
ის მექანიზმი რაც აქვს დამუშავებული ბოტების თუ ტროლების თუ მათ შორის თუნდაც თავიანთი ადამიანები რეალური, თუმცა მათ მიერ დაფინანსებული და ამავდროულად, ხო? როგორ ფიქრობ, სადამდე შეიძლება განვითარდეს, სადამდე შეიძლება მივიდეს ამ შემთხვევაში ეს პროცესი და ზოგადად მედიას, სოციალურ მედიასაც და მედიასაც რა როლი აქვს ამ ამბავში? და ჩვენ რამდენად დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, იმიტომ რომ ხედავთ ახლა ეს რიტორიკული შეკითხვაა ცხადია დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. გულისხმობ იმას, რომ ხედავთ რამდენად რეპრესირებული არის მედია, მთავარი მაგალითად ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დახურულია და ვერ აგძლევს ფუნქციონირებას, შეიძლება კრიტიკულ მედიას იგივე ბედი ეწიოს და როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ რაღაცნაირად თავისუფალი ხმა ამ რთულ კრიტიკულ ვითარებაში. ძალიან დიდი ფართო საკითხია ახლა ეს მე ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია მხოლოდ ჩემი დაკვირვება გაგზავნოთ. მე არა ვარ სოციალურ ქსელებში, არც დიგიტალ ესა მასმედიის კონტექსტში, არც სპეციალისტი, არც ვთქვათ კიბერუსაფრთხოების კონტექსტში, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა სოციალურმა მედიამ რასაც რესა წერს იგივე, რომ აი ამ ეკოსისტემაში, საინფორმაციო ეკოსისტემაში რაღაც ატომური ბომბი ჩამოვარდა, აფეთქდა. და იმდენად დაჩქარებულია ინფორმაციის გაცვლა, იმდენად გაყალბებულია ფაქტები, ხო? ანუ ამ ჟურნალისტის თავარი ფუნქცია რა არის და ნამდვილად დამოუკიდებელი ჟურნალისტების რესა უწოდებს მათ დემოკრატიის კარიბჭეს ჭიშკრის მცველს, ანუ კარიბჭეების მცველებს, ჟურნალისტებს. ანუ რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენ ფაქტი მოყვე და გადმოსცე. არა სიყალბე, არა манипуляცია, არამედ ფაქტი. და რა თქმა უნდა, ყველა კვლევით დასტურდება, რომ ფაქტებზე და სინამდვილეზე, სიმართლეზე სწრაფად ვრცელდება ტყუილი. იმიტომ რომ ტყუილი ზედაპირულია, პროპაგანდა ზედაპირულია, ამაზრზენია და რაც უფრო ამაზრზენი და მახინჯია და გაყალბებული და დამახინჯებულია ფაქტები, ხო? მით უფრო მალე ვრცელდება. აი მაგალითად ხატია, ბევრჯერ მომისვა, ხატია არის ლოთი, მაგალითად სიტყვაზე, ხო? ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ამ ფსიქოტროპიული, თქვა, წამლების ზემოქმედების ქვეშ. ეს ხო უცებ გავრცელდება, არ ვრცელდება კიდევაც ეხაც უწერენ, ეხა რა ვიცი, რა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ასე შემდეგ. ანუ ეს ქალების წინააღმდეგ ძირითადად ბულინგი რაც არის სოციალურ ქსელში. ეს ხო მალე ვრცელდება, ვიდრე ვთქვათ, რომ მე რა გავაკეთე, ან ვთქვათ, წიგნი ვთარგმნე, პოლიციის რეფორმა ჩავატარე, ერთგან, ორგან, სამგან, ვთქვათ, განათლების მინისტრი ვიყავი, რა იყო მთავარი ჩემი მიღწევა, რა არ იყო, რა შეცდომები იყო, წინა ხელისუფლება. ანუ ეს ხო ყველაფერი ძნელად მისატანია, იმიტომ რომ ფაქტებია და ამ ფაქტების ებრძვის რეჟიმი პირველ რიგში. და ის რომ მაგალითად ხატი არის ფსიქოტროპიული, ვთქვათ, ზემოქმედების, წამლების ზემოქმედების ქვეშ, რაც ითვლება, რომ ვთქვათ, რაღაც სტიგმაა, ხო? ეს რა თქმა უნდა სწრაფად გავრცელდება. იმიტომ რომ ტყუილი, აი მაგალითად ვარ მოღალატე, ხო? აი სულ ესე პროპაგანდისტული არხები სულ ამას ატრიალებენ, ვთქვათ, CRU, რაც არის, ვთქვათ, CIA, ანუ ქართულად ცენტრალური სადაზვერვო ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტი, ან უკრაინის აგენტი. ანუ ეს ხო ძალიან ზედაპირულად და ძალიან ყალბია, მაგრამ ეს უცებ ვრცელდება. ვიდრე თქვა სიმართლე. მაგალითად სააკაშვილზე დღეს ახლა რატომ ვაპარაკობთ 9 წელი მიუსაჯეს, ხო, წარმოუდგენელი საშინელება, როცა ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი მოპარა ქვეყანას თავისი ოფშორებით, ხო? ანუ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იმდენად საზარელია, ანუ ის პროპაგანდა, რაც დეჰუმანიზაციას ითვალისწინებდა ჩვენი წინა ხელისუფლების სააკაშვილის, რა ვიცი, ყველასი, თორე ჩვენ ხო გვახსოვს, რომ თქვა მაღალმა თანამდებობის პირებმა მოიხადეს 9 წელი და 7 და რა ვიცი ის ხდება. ანუ კი, ანუ თქვა მერაბიშვილი იჯდა, თქვა ახალაიამ, რა ვიცი 10 წელი მოიხადა, იგი 5-ჯერ იჯდა. დღესაც ადამიანები, ვინც სპეციალურ რაზმს წარმოადგენდნენ, თქვა შამათავა და ასე შემდეგ, ხედან ისე, ანუ სასჯელს იხდიან. ანუ მე იმის თქვა მინდა, რომ პროპაგანდა რასა ყველაფერს აკეთებდა და ეს დეჰუმანიზაციაც და მარგინალიზაციაც ადამიანის სახის წართმევა არის რუსების, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული ტექსტბუქი, ხო? ანუ ვთქვათ, წიგნი სახელმძღვანელო. ამიტომ მოდით ახლა ესე ვთქვათ, რომ ჩვენ თავარი რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და მე სხვაშორის ამ ძალიან ოპტიმისტი ვარ ამ კუთხით. ზოგადად ოპტიმისტი ვარ, რაციონალური ოპტიმისტი, მაგრამ პროპაგანდასთან ბრძოლას რაც შეეხება, ვთქვათ,
ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ანუ დაგვეზაროს, უნდა დავწეროთ ფაქტი, რეალობა, გავაზიაროთ, რაც არ უნდა ვთქვათ, არასწორი შინაგანად არასწორი მოლოდინები ვქოთ. პირიქით, რაც არის სიმართლე, ის უნდა ვთქვათ, ხო, ევროკავშირზე სიმართლე უნდა ვთქვათ, ქართულ ოცნებაზე სიმართლე უნდა ვთქვათ. ჩვენ თავზეც კი სიმართლე უნდა ვთქვათ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის კეთება და სხვა შორის აი მაგალითად ეხლა სოციალურ ქსელში ამუშავებს ძალიან კარგი ჯგუფი, აღარ მახსოვს რა ქვია, ვთქვათ, პროპაგანდისტულ არხებს რო ებრძვიან, ხო? ანუ რაღაც ჯგუფია სპეციალური, ვეღარ ვიხსენებ. ანუ ხალხი დაკავებულია იმით, რომ მართლა სიმართლე გაავრცელოს და ვთქვათ, ამ პოზიტივის ამაზრზენი, საზიზღარი, ვთქვათ, რაღაცა პროპაგანდა არ მივიდეს ადამიანებამდე, ან თუ მივიდა გადამოწმდეს. ამიტომ მოძრაობა იყო ერთი ეგეთი. ხო, ბევრია ესეთი, ერთია კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, ყალბი აკაუნტები რო იხურება და რომ დაარეპორტე თუ რაღაც ესე. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ეს პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით ამ ძიმე დროს. ეხლა მე სიმართლე გითხრათ, საქართველოს უახლოს ისტორიაში მე 13 წელია ოპოზიციაში ვარ, ბევრ ადამიანთან ერთად. ბევრი ახლა შემოუვერთა ამ ბრძოლას, ბევრი ცოტა გვიან, ხო? ანუ რა ვიცი, ხა ბევრი იყო ესეთი ბევრი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ ერთი რაც ვიცი, ეს არის რომ რადიო თავისუფლებაზე ვამბობდი რამდენიმე დღის წინ, რომ აი მაგალითად ჩვენ რო რაღაცა ფაქტების გადამოწმება შეგვძლებოდა კარგად და იმ ადამიანებს, ვინც გაცილებით მეტი ფაქტი იცოდნენ, თქვა 2012 წლის შემდეგ, რომ ბიძინა ივანიშვილთან რუსეთის კავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვა აი ალასანია ყვება, რომ თქვა მისტრალებზე, რომ პუტინის ბოდიში მოუხადა და ასე შემდეგ. ეს ხო შეგვიძლია რომ ჩვენ მაშინ ვწოდნოდა, ხო? ანუ რაღაცა ვიწრო კლუბში არ ყოფილიყო დარჩენილი. ანუ ის ადამიანები, ვინც რუსეთს ლაპარაკობდით და ამ კავშირებზე რომ საქართველოს აქამდე მიდიოდა, ძალიან ცოტანი ვიყავით. ჩვენი მარგინალიზაცია მოახერხა სისტემამ და რეჟიმამ, მაშინ ხელისუფლებამ, იმიტომ რომ მაინც ეკეკუცებოდნენ, თქვათ, დასავლეთს. და თქვენს რომ ხა ესენი ნაცები არიან ყველა და მოდი აი ხა რა გვინდა ფუს აზიზღრები და ასე შემდეგ, ხო? ანუ არავის არ სჯეროდა. ხა ის ადამიანები ვინც დღეს პროტესტად დგანან, მე მახსოვს რომ რა ვიცი ბენდუქიძის უნივერსიტეტი რო დაიხურა, მაშინ რო ხურავდნენ, არა, ხმას არ იღებდნენ, კაცო. ხო და მე მახსოვს სიცხიანი მე და მარგულაშვილი შეკამათება მოგვივიდა ამაზე, მაშინ მივედი, დიდი შეხვედრა იყო და მე ახასთან მუშაობდი, ჯერ განათლების მინისტრი ვიყავი და წარმოუდგენელია ჩემთვის ეს არ ვიცი როგორ შეიძლება დახურო უნივერსიტეტი და ყველაზე წარმატებული და მაშინ ხმა არ ამოუღია ბევრს, მაგრამ ეხლა მადლობა მათ რომ ეხლა მიხვდნენ რომ ეს არის მართლა ძალიან მძიმე რეჟიმი. ამიტომ ეხლა უახლოს ისტორიაში გვაქვს ძალიან მძიმე პერიოდი. ან ვართ ან ყველას მოგვიწევს ან გადასახლება, ან რა ვიცი ციხე, იმიტომ რომ რამოდენიმე დღის წინ სვეტლანა ციხანოვსკაიას ველაპარაკებოდი, ჩემი მეგობრები არიან ბელორუსი დისიდენტები და სვეტლანაც გამოქცეულია. სვეტლანა მოასწრო, მისი ქმარი ციხანოვსკი ციხეშია, მარშა კალესნიკოვა ციხეშია, ვინც იყვნენ ძალიან აქტიურები. და სვეტლანას ველაპარაკებოდი, რაღაც დიდი შეხვედრა ჰქონდა და მე საქართველოსზე ვიყავი მოხსენებელი და მოკლედ ესე იწყებოდა კი არა, ჩვენთან უფრო სწრაფად მოდის. იქ 30 წელი დაჭერდა ყველაფერს. აქ ისე აჩქარდა კანონები, რეპრესიები, ჯარიმები და ასე შემდეგ, რომ რა ვიცი ხა, ან ჩვენ რაღაც 500, 600, 1000, ან თუნდაც 10000 კაცის საბრძოლი ეს არ არის მარტო და ყველას უნდა ესმოდეს, რომ აუცილებლად მათანაც მივა, მათაც შეეხება სასამართლოში ხა, ნუ არ ვიცი, ყველაზე უფრო მე მაგალითად არასდროს სასამართლოში განსასჯერის კამზე არ ყოფილვარ, მე 20 წელია კანონის უზენაესობის მომსახურები, მე პირადად, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მე მიმტკიცებდა რომ ვარ გიორგი ვაშაძე მაგალითად ხო ანუ აი ესეთი აბსურდი ხდება აი ეს არის ხო რა ვიცი ბევრი შემიძლია ვილაპარაკო არა რა თქმა უნდა ანუ სხვა რაღაცებზეც გვინდა რომ გავაგრძელოთ და არ არის აუცილებელი ერთ თემას ჩავაჯინოთ ზოგადად ეხა ახსენე შენ რომ მართლა 500 და 1000 კაცის საბრძოლველი არ არის ეს და ეს რაღაცნაირად თუ კი დაუშვათ ქონდა რეალობა რომელიც დეკემბერში იყო უამრავი ხალხი, რა ვიცი, ბოლო არ უჩანდა რუსთაველზე რომ გაიხედავდი ადამიანების რაოდენობას, აი ესე იგი არსებობს ადამიანები, რომლებიც ეს რაღაც თვალსაზრისით დაინახეს, ეს საფრთხე გაიაზრეს და გააწყვიტეს რომ ამ პროტესტში ჩამოიყვნენ და ის ადამიანები რაღაცნაირად უნდა დავაბრუნოთ ის პროტესტში, იმიტომ რომ მესმის ძალიან რთულია, მესმის რომ მათ შორის იმუშავა სამწუხაროდ ამ 500 ჯარიმებმა ძალიან იმუშავა, იმიტომ რომ არ არის მარტივი ამ ხელა რაოდენობის თანხაზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ამ რაღაც ეს ფონდებიც არსებობს და შემდეგ, მაინც რაოდენობა იმდენად დიდი ადამიანების, დაჯარიმებული ადამიანების, რომ ძალიან რთული იქნება ამას აუვიდეს
ეს ხო, ამიტომ დაჯარიმებაც იმუშავა, დაჭერამაც იმუშავა, იმიტომ რომ ზუსტად ეს სისხლით როცა გაუშვეს ბევრი ახალგაზრდა, ამის შემდეგ ნელ-ნელა თითქოს უფრო გადავიდა პასიურ რეჟიმში ეს პროტესტი, ხო? როგორ ფიქრობ რა ჩვენ როგორც ოპოზიციის თვალსაზრისით თუ შევხედოთ, რა ძირითადი შეცდომები შეიძლება ყოფილიყო დაშვებული ოპოზიციის მხრიდან, ეს რაღაცნაირი თვითრეფლექსია რო გქონდეს ამაზე და რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ მესმის რომ ხალხის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი როგორც პოლიტიკური პარტიების როლი და ფუნქცია რა შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ჩვენ ძალიან დიდ წნეხში და რეპრესიებში ვართ. იცი რა ვიცი, ხო, ბევრი შემიძლია ვილაპარაკო პარტიებში თუ პარტიებს გარეთ პოლიტიკურ შეცდომებზე, რა ვიცი, აი უამრავი შემიძლია ვილაპარაკო და არაერთხელ ვისაუბრე ხა ჩემ პარტიას ვაკრიტიკებდი, ხო? ანუ რაც დაუშვათ არ მომწონდა და რაღაცა განხეთქილებაც იყო სერიოზული და ასე შემდეგ. ანუ ალბათ მთელი ამ წლების განმავლობაში ის რომ ყველა ერთ პარტიაში რაღაცა ნორმალური და დემოკრატიის შენება ვერ მოხერხდა, ხო? ანუ რაღაცნაირად მაინც ეს მიმულია იმაზე. წარმომადგენლობითი რაღაც თქვათ ინტერესები ნაკლები იყო, ხო? ანუ უფრო გავლენის ინტერესები იყო. ახლა ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ რამოდენიმე ძირითადად ფაქტს გავახსენებ ყველას. ანუ ჩვენ დავიწყეთ პროტესტი ნოემბერში. და მიუხედავად იმისა, რატომ უფრო მე არ ვარ ესე ძალიან პესიმისტი, თუმცა სიტუაცია არ არის მარტივი. ანუ ნოემბერში 26 ოქტომბერს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, 27 ოქტომბერს იყო წარმოუდგენლად დიდი ფრუსტრაცია 28-ში, 29-ში, 30-ში, გახსოვს ალბათ. იმიტომ რომ ამ რიცხვებს არავინ არ ელოდა საბოლოოდ. გახსოვს ხო ალბათ. ჩვენ ხა გვაკრიტიკებდა რომ თქვენ რატომ მოატყუეთ ხა დიდი ბოდიჩმა რომ ჩვენ რო გვეთქვა რომ გაყავდება არჩევნები, საერთოდ ვინ გამოვიდოდა. და ისიც კი არ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ არასწორად მოვიქეცით, ან უნდა ვთქვათ, რომ გაყავდა არჩევნები. ორში ერთი უნდა, ორივე ერთად არ შეიძლება. ამასთანავე რომელიღაც ჟურნალისტი მეკამათებოდა, რომ რატო ხა გაყავდა კიდევაც და თქვენც არასწორად მოვიქეცით და ისეთ პირობებში, რა პირობებში ჩვენ ვართ, კიდე რაღაცნაირად კარგად მოვახერხეთ რაღაცეები. მაგალითად, არ დაგვაუწყოს, რომ 2011 წელს ნავალნი კენჭს იყრიდა და მონაწილეობდა არჩევნებში, ხო? ანუ მე კი არ ვამბობ, რომ უშეცდომა ვარ. პირიქით, ბევრი შეცდომა გვაქვს ძალიან, მაგრამ აქ თავარი ის კი არ არის, ვთქვათ, პოლიტიკური ოპოზიცია როგორი ყავს და იმას მიუთით ჩვენ სხვა galaktikიდან ხო არ ჩამოვარდით, კაცო ამ საზოგადოების ნაწილი ვარ წლები. ანუ მე ხო მარსიდან არ ჩამოვარდულად, ან თქვენ გირჩი ხო გირჩი მე თავისუფლება მარსიდან ხო არ არის. ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ანარეკლია რა თქმა უნდა პარტიებით. ამიტომ იმ წნეხში, იმ რეპრესიაში კი იმედის დათესვა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო მართლაც, თუმცა ჩვენ ადამიანებს ავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ერთ ფაქტს მოვყვები 21 წელს მე თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისი მოვიგე, ისე როგორც რამდენიმე ოპოზიციონერმა კანდიდატმა. ქუთაისი პირველ ტურში მოვიგეთ, მეორე ტურში ზუსტად იმდენი ხმა წამართვეს, რაც იყო ჩვენ შორის სხვაობა, 3000 ხმა წამართვეს და 3000 იყო სხვაობა პირველ ტურში. ნუ წარმოუდგენელი რაღაცები ატარეს, მაგრამ ეხლა რო ვიყავი იმერეთში, ეხლა ამ არჩევნებზე, ყველა არჩევნებში თუ საქართველოში ვიყავი და არ ვიყავი წასული, ყველა არჩევნებში მონაწილეობ, და ძირითადად კანდიდატად. ეხლა პროპორციული იყო, მაგრამ ამ არჩევნებში ქუთაისში როგორ მოხდა, იცი რომ თუ 20-21 წელს ჩვენ დავამარცხეთ ძლიერად და დაცულოზრო მოძრაობა, ანუ კოალიცია ყავდა ჩვენ მასში, ხო? ანუ გახსოვს როგორც თბილისში იყო, ასევე იყო ქუთაისში. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ კი ხმები გაიყო თქვა დაცმოძრაობის აშე, მიუხედავად ქოცური ხმები მეწილად აჭარბებდა და რატო? აი მართლა რატო? იმიტომ რომ ხალხი აღარ ცხოვრობს, კაცო ქუთაისში არის ავტოქარხნის დასახლება, რომელშიც არის უდიდესი, რაღაცა ბეღელი იყო ოპოზიციური ხმების და კორპუსები და ბევრი ხალხი. ეხა კორპუსში რო შედიხარ, ერთი ადამიანი აღარ ცხოვრობდა, ჯერ ხალხი წავიდა, მერე რეპრესიული ინსტიტუტები უფრო გაძლიერდა, მესამე უფრო დასაქმდა ხალხი, ვთქვათ, განა არ იყოს. არა, თქვენ ხო რატო შევხედა ეხა ბოდიში, იმიტომ რომ მანქანა ისეთ ადგილას რომ დავტოვე ნომერი და მე მგონი უნდა ვუპასუხო, ხო? შეიძლება მანქანა. შეიძლება პოლიცია. ბატონო. დიახ. კი, ეხლავე. კაი, ჭრაზე გავიდეთ, ცოტა ხანი დავაპაუზოთ და დავბრუნდეთ რამდენიმე წუთში.
დაბრუნდით ისევ არა ბოდიში აღარ მახსოვდა მანქანა რაზე ვსაუბრობდით ან მანქანა ან პოლიცია თქო და არა მანამდე რაზეც ვსაუბრობდით იყო არჩევნები ხო არჩევნები მოკლედ ესე იგი ეხლა რა აღმოჩნდა რომ ამ ჯერთი ყველა წასულია სიპებში და აიპებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა ეს არის რეჟიმის რეალური ვთქვათ ამოცანა რომ ჩამოკიდებული მასა ჩამოკიდებული ადამიანების რიცხვი გაზარდოს და პლუს კიდე ერთი მე მაგალითად რას ვფიქრობ რომ ალბათ ჩვენი ბრალია მეტწილად ის რომ უფრო დაქსაქსულები ვიყავით ანუ რაღაცნაირად უფრო ვთქვათ მეტი ძალის გამოსხივება ჭირდება ადამიანს რომ ანუ ნახე რომ ფიქრდე ხო რიგითი რაღაც მომხმარებელი ნებისმიერი კონსუმერულად ხო აი ფიქრობს რომ აი კაი თქვა წავიდა ბიძინა არ უღრმავდება იმ საფრთხებს რომელიც არის ხო მაგალითად და ვინ არის მე ამ ქვეყნის პატრონი ხო ანუ აი ესე უყუროს მაგალითად მე მექნება სამსახური თუ არ მექნება ხშირ შემთხვევაში არის შეიძლება ეს დაგვაკლდა მაგრამ როდესაც არჩევნებზე ხო ისიც მე არ მომეწონა ზეიმი მაგალითად ხო უფრო ადრე რაღაცნაირად ცუდად გამოჩნდა ეს ტელევიზიაში ნამდვილად დასვეული ამათ პირობებში არაფრისგან არა ცოტა ალბათ მეტი სიფრთხილე უნდა ქონოდა ვთქვათ ხა მე ქუთაისში ვიყავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა მაინც ცენტრალურ თქვათ დედაქალაქს უყურებდა, ხო? ბევრი იყო, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ უფრო ფრუსტრაცია იყო 27-ში, ვიდრე თქვათ მერე, როდესაც 28-ში ხალხი გამოვარდა. ოპოზიციის ასევე თქვათ ნოემბერში რატო არ გამოვიდა ხალხი, იმიტომ რომ ეს ხალხი ხვდებოდა რომ აზრი არა აქვს. ხვდებოდა კი არა, ესე ფიქრობდა. მე კიდევ ფიქრობდი რომ არა, რატო? ანუ თუ ფიქრობ რომ გაყავდა და მოკპარეს და რუსები რჩებიან ხელისუფლებაში, რატო არ გამოდიხარ, ხო? ანუ ჩემთვის არის წარმოუდგენელი, ვთქვათ, ადამიანის ნებისმიერი ადამიანის, ასე ვთქვათ, რაღაც შეგრძნება, რომ მე ვიღაც პოლიტიკოსი არ მომწონს და იქ არ დავდგები. ანუ თუ მაგალითად ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ პოლიტიკოსების მარგინალიზაციის დროა ეხლა, ან ვინმეს მარგინალიზაციის დროა, ეხლა ყველა ძალიან ცდება. იმიტომ რომ აი ვიცმენთ რომ ვთქვათ, ვიღაცას გვარამი არ ვიღაცას დეკანოიძე, ვიღაცას ჯაფარიძე, ვიღაცას ვაშაძე, ვიღაცას ის არ მოწონს, იქ ახარი არ მოდის, იმასთან არ ჯდება. ესე იგი, რა გამოდის, რომ ჩვენს რაღაცა შინაგან რწმენაზეა და მოწონება არ მოწონებაზეა, ანუ რჩება თუ არა რუსული. მოკლედ, ანუ ეს ხალხი ხედავს, რომ ერთმანეთს უფრო ვერ ბიტანთ, მე მგონი, ვიდრე თქვა ბიძინას, ანუ ეს ჩემი აზრით ესე არის, იმიტომ რომ მე ოჯახის წევრები მეუბნები, რა ვერ გახდა, რა ვერ მოილაპარაკეთ, როგორ ვერ დასხედით. მე დავკომპლექსდით ხშირად, ხა მე არ მეხება ნამდვილად, იმიტომ რომ მე, რა ვიცი, დღიდან პირველი ბევრი, რა ვიცი, ზურაც აგერდა, ბევრი ადამიანი სულ პროტესტზე ვართ, მაგრამ რაღაცა ინიციატივების, ასე ვთქვათ, მიმართულებით ცოტა კომპლექსი გაგვიჩნდა, რომ აი როგორ მე ვფიქრობ, ესეც შეცდომა. იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეგეთი პოზიცია, რომ პარტიებს არ ესაქმებათ ეს რაღაც ხალხის პროტესტი. და რას ნიშნავს, ხა პარტია, აბა დემოკრატიულ ქვეყანას რო აშენებ, პარტია თუ რაც არ უნდა საზოგადოებრივი მოძრაობა ქონდეს, მე თუ გინდა რომ პოლიტიკაში იყო ჩართული, მე პარტიამდე მიდიხარ. ეხლა თქვათ რაღაც მემარცხენე ჯგუფები შეიქმნა და ასე შემდეგ. თუნდაც არჩევნებში მონაწილეობა ყველა პარტია ჩამოყალიბდება და მე დაუშვათ შეიძლება ნდობა ეხლა რაც არის უფრო დაეცეს, იმიტომ რომ ესე ხდება, თქვათ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები ნდობა აქვს, მე პოლიტიკოსებს აქვს ნაკლები ნდობა. ეხლა ეს რა ვიცი ისტორიულად ესეა, ხო? ამიტომ მე დაემთხვა ამ ყველაფერს, თქვათ ჯარიმები, რეპრესიები, საერთაშორისო დღის წესრიგი, ანუ თქვათ ტრამპის არჩევნების შემდეგ ბევრი ფიქრობდა რომ აი ხა მიგვაგდებს ამერიკა და უკრაინას ეს ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ მე მაინც ფიქრობ, რომ გაზაფხული ჩვენ შეგვიძლია რომ სერიოზულად გავააქტიუროთ, ხო? ანუ მაგალითად, აქ მე არ მაქვს რეცეპტი, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. სამი ძირითად მიმართულებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. საგარეო წნეხი, რაც გვაქვს და ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ და უნდა ვიმუშაოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მარწუხებში მოხვდეს. მე მაგალითად მუშაობ იმაზე, რომ სანქციები, მაგნიტსკის სანქციებში მოხდეს ივანიშვილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სანქციაში, როგორც ვთქვათ, შინაგან საქმეთა მინისტრი. ევროკავშირში გასაგებია ასევე ეროვნულ სანქციებზე შიდა პროტესტი, რომელიც უნდა გაფართოვდეს, გაძლიერდეს, როგორ უნდა გაფართოვდეს, გაძლიერდეს, ამაზეც მე მაქვს ჩემი მოსაზრება, თქვათ, საზმაუს კერამ, სადაც თავიდან, თქვათ, რა ლაშა ბუღაძე მივიდა მარტო და 1-2 ადამიანი, ხო? ანუ იაფარულავა და ასე. მე გაჩნდა კერა და ამ საზმაუს კერამ, თქვათ, გააჩინა ძალიან სერიოზული ეპიცენტრი ერთი. ეხლა თეატრალურ ინსტიტუტსთან ხდება მეორე ეპიცენტრი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს, ანუ
ვინც ვართ აქტიურები, არ ვიცი, ქალები. ჩვენ გქონდეს ერთ-ერთი, მაგითაც ესეთი იდეა მაქვს, რომ არ ვიცი ხა რამდენად ჯერესი არ მქონია ჩემს მეგობრებთან საუბარი, მაგრამ აგერ ვიტყვი ხა შენთან და რა ვიცი ხა ნახონ და შენ შეგიძლია უთხრა ყველას. თქვა აი რა ვიცი, კანცელარის კიბეებთან რატო არ შეიძლება ერთი ეპიცენტრი იყოს, 7-ზე შევიკრიბოთ, ვილაპარაკოთ, ხალხი მოვიდეს, იდეები გავცალოთ და მერე წავიდეთ ყველა რუსთაველზე. ხო, ანუ რაღაცა პოლიტიკური პატარა მცირე პროცესი გავაკეთოთ, ხო? ანუ რაღაცა მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებთ, ხო, რაც ჩანს, რაც არ ჩანს. და რა ვიცი ხა რეგიონებში რატო არ დადიხართო ხა რამდენიმე დღის წინ შემხვდა რაღაც სტატუსი და დავდივართ 12 წელია დავდივართ რეგიონებში. კი, დავდივართ, უბრალოდ უნდა ესმოდეს ყველას, რომ ძირითად მუხტს აძლევს თბილისი ყველას, ხო? ანუ ძირითადი მუხტი, თორე რა თქმა უნდა პარტიები თავის აქტივთან ყოველთვის მუშაობენ და თბილისის განწყობები ვრცელდება მერე როგორც წესი რეგიონებზე და ამ კუთხით მესმის და მათ შორის ახლა ჩვენ თუ ის მუხტი რაც თბილისში იყო, ეგ მუხტი დავკარგეთ და რეგიონებში დავიწყეთ ამის ძებნა, არ მგონია რომ სწორი იყოს. ეს ისტორიულად თბილისია დიდი მუხტის მატარებელი, ხო? თბილისიდან მოდის ეს დარტყმა დიდი და ტალღასავით მიდის, ხო? ამიტომ ეს ვაიბები რაც არის თბილისიდან მოდის, ხო? ეხლა მე პირიქით მე ვთვლი რომ 105 დღეა მე მგონი ამდენი დღე პროტესტი და რუსთაველის ჩაკეტვა მიუხედავთ იმისა რომ აჯარიმებენ ადამიანს ყოველ დღე მაინც არ ეშინიათ, ხო? აქ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე რომ არ ვიცი ბანკებმა ეგებ მექანიზმი გამოძებნო რომ არ დააყადა გონეს ხალხი მაგალითად არ ვიცი აქ სალაპარაკოა უკვე ბანკებთან და რაღაცა ჯგუფებმა ალბათ უნდა აიღონეს თავის თავზე. ხა პოლიტიკოსები ამას ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ბანკებს უნდა ელაპარაკოს საზოგადოებამ, ხო? ანუ ჩემი აზრით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თავის პასუხისმგებლობა აიღოს, თორემ ბანკებსაც მიადგებიან. ყველა ბიზნესმენი, აი გიორგი ჩიკვაიძეს რაც უქნას, რა ვიცი, კოცებთან იყო და მე ხო, ანუ კოცებთან იყო, ხო, რა ვიცი და მე აღმოჩნდა, რომ ნუ ბაჩიაშვილი იგივე და ბევრი ვიცით ჩვენ ესეთი, ხო და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს ცოტა უფრო კარგად უნდა ავხსნათ. აი მედიას რა დღეშია, ხო? ანუ მედია პრაქტიკულად ჩვენ დაგვრჩა, ფორმულაც მძიმე დღეშია და ჩვენ დაგვრჩა ტევე პირველი, აი ესე პოდკასტები, რადიო თავისუფლება, რომელსაც ასევე თქვათ ეს საერთაშორისო კონტექსტის ამბავში და ზოგადად ამ ონლაინ მედია სერიოზული პრობლემები აქვს, იმიტომ იღებენ ამ კანონებს ესე გამწარებული, რომ მედიის ასე ვთქვათ, სერიოზული მოხრჩობა გააკეთონ რამდენიმე თვეში უკვე. ამიტომ აი რაღაცნაირად ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ ეს. და თუ არ გავიაზრეთ ყველამ, რომ ან მართლა რუსებრი და ან მართლა თავი გაქვს გადადებული და ან მართლა რაღაცა პოლიტიკოსიც, არაპოლიტიკოს აქტივისტიც, მებრძოლიც, რა ვიცი მე, დეკანოიძეც, ვაშაძეც, ყველა აბსოლუტურად ყველას ქვეყანა ეს და იმიტომ ვიბრძვით, რომ შენ განსაზღვრო მე ვაშაძე გინდა, დეკანოიძე გინდა თუ საერთოდ არავინ არ გინდა თუ კოცი გინდა ბოლო-ბოლო, ხო? იმიტომ რომ იმათაც უნდა გქონდეთ მონაწილეობის უფლება. ნუ რა ვიცი, ხა ნახოთ, ხო? ყოველ შემთხვევაში, ანუ აქ სივრცე იმხელა, რომ ყველა უნდა იყოს ამაში აქტიურად ჩართული და ამიტომ პოლიტიკური პროცესი არ არის, ხა რა არის პოლიტიკური პროცესი? ესეც ავი სულ ამას ხსნი. პოლიტიკური პროცესი არის მოლაპარაკებები, რომელიც გამორიცხულია. პოლიტიკური პროცესი არის არჩევნები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანია. წაგვართვეს არ არის თვითმმართველობაზე. მე ჩემი პოზიცია მაქვს და თვლი რომ სტატუს კვოთი არ შეიძლება იქ შესვლა, იმიტომ რომ რაც მოგიყევი ქუთაისის მაგალითზე 21000-ის დაპატარავდა ქალაქი და საწავიდა ეს ხალხი. ყველა ოპოზიციონერი გავიდა, ხო? და ამ სტატუს კვოთი არ შეიძლება შესვლა. აქ ცოტა პატიმრები ყავს პოლიტიკური რეჟიმის ტყვეები. პოლიტიკური პროცესია პარლამენტი, რაც არ არის, ეხლა იმიტომ რომ ერთპარტიულია პარლამენტი და არც უნდა იყოს. პოლიტიკური პროცესია, რა ვიცი, რაღაცა მოლაპარაკებები, ახლა ვისთან მოილაპარაკებ, ქოცთან, ანუ რაზე მოილაპარაკებ, პოლიტიკური პროცესია რაღაცა ნორმალური რაღაც თქვათ შეხვედრები და არ არის პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება გარდა ყველაზე მთავარი პოლიტიკური პროცესი არის პროტესტი და ყველამ უნდა გააკეთოს თავისი პასუხისმგებლობა აიღოს ამ პროტესტს როგორ გააძლიერებს. აი მე ვფიქრობ რომ ამ პროტესტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს გაძლიერების კერების გაზრდა თბილისშივე, ანუ თქვათ აი ჩვენი, თქვათ ვიღაცების კიდე ეს წერტილოვანი კერები რაც არის, იმიტომ მაგალითად ახლა ახსენეთ საზმაუს კერა და საზმაუს საღამოს როცა ვიკრიბებით ხოლმე რუსთაველზე, ყველა ველოდებით რომ აი როდის მოვა ეს ხალხი, იმიტომ რომ იქ არსებობს რაღაც და იმედი გაქვს რომ ეს ჯგუფი შემოგერთდება იგივე რაც თეატრალურს ეხება და სხვა, ანუ ეს წერტილოვანი კერები თუ იარსებობს, ოღონდ ცხადია გაფართოებულად, გაცილებით უფრო მეტ მუხტს შექმნის ქალაქში თვითონ.
ესე ვფიქრობ, არ ვიცი, ეხლა სხვა რა ვიცი, ეხლა მოლაპარაკებები, აი პოლიტიკური პროცესი არ იცის ხალხმა, მე მგონი რა არის. და შიდა პარტიული პოლიტიკური პროცესი, ეხლა შიდა პარტიული პოლიტიკური პროცესი არის, თქვათ, რაღაცა შევხვდეთ მხარდამჭერს, იმსჯელო ისა, რა ვიცი, დააორგანიზოს საზოგადოებამ, შევხვდეთ, მე არა მაქვს პრობლემა არავისთან ლაპარაკის, რა ვიცი, კრიტიკული შეკითხვები დასვან, აგერ თუ შენ მითხარი თქვენ მხარდაჭერებს ხვდებით, ხო? ანუ ვისაც უნდა ნებისმიერი ადამიანი ვის მოიწვიონ, რა ვიცი, სუიქავართ რუსთაველზე ან რაღაცა დარბაზში, ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ თავარი ის არის, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ყველას ადგილია. მე კატეგორიულად არ მომწონს ვინმეს მარგინალიზაცია და დეჰუმანიზაცია. რას ნიშნავს ვიღაცის გვერდზე არ დადგები, რას ნიშნავს, ან მე ის არ მოვიდეს, ან ეს არც ნიშნავს, უკაცრავად ეხლა მე შემიძლია ასე ვიძახო, რომ 2012 წელს სადიყავი, ხო? ანუ როცა ძალიან ბევრი რამე შემიძლია ვთქვა, მაგრამ არა, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ჩემი მთავარი მტერი, კაცო, ის კი არ არის, რომ იდეოლოგიურად ვისაც არ მოვწონვარ, ის არის რუსი ვინც არის და მე რუსების წინააღმდეგ ვარ 20 წელია და ეხლაც მინდა რომ იმის წინააღმდეგ ვიყო. ამიტომ ჩემთვის აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად ყველა და თუ ერთმანეთის დახმარება გვჭირდება დავეხმაროთ. გვჭირდება ჩვენ დახმარება, დაგვეხმარეთ, გვითხარით, მოდით დავსხდეთ, ვილაპარაკოთ. ანუ ეს რაღაცნაირად აი გათითო კაცება, რაღაცა თქვათ ფრაგმენტაცია, ეს რა არის, რომ მარტო ვერავინ ვერ მოიგებს. კი, გამორიცხულია მე. ვინ მოიგებს მარტო? მე სულ ვამბობ მაგას, რომ ეგ არჩევანი, ჩვენი არჩევანი აღარ არის ეგ, რომ ეხლა ვაკეთოთ არჩევანი ამასთან არ დავდგები, ანუ არჩევანი აღარ გვაქვს, ანუ როდესაც ადამიანები ამას უყურებენ როგორც არჩევანს, ეს არჩევანი აღარ არის და სერიოზული პრობლემაა მაგ კუთხით, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი პრეცედენტი, სადაც ერთობის გარეშე მოუგიათ, ანუ შეიძლება ვერც ერთობითაც ვერ მოუგიათ, სამწუხარო მაგალითები შეიძლება ყოფილა, მაგრამ ერთობის გარეშეც ვერსად ვერ მოიგებენ ადამიანები, თუ მართლა ეს რაღაცა ერთი მტრის წინააღმდეგ გაერთიანებული ხალხი თუ რეალურად ერთად არ დადგა და არა რაღაც დათიკოცებულად ეხლა რაც აღნიშნე, ხო? ანუ შეუძლებელი არის უბრალოდ ესე დაფრაგმენტებულმა ხალხმა, ოპოზიციამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ამავდროულად რაიმე ქნან თუ ყველა ერთად რესაწერს, ანუ რესაწერს ძალიან კარგად ბოლოში, აი ბაშ როგორ დავამარცხოთ დიქტატორებს, ხო? ძალიან საინტერესო იყო ეს წიგნი რო გაპოპულარულდა ეს მზიას იმით ხო შემდეგ კადრის შემდეგ ყველა რომ ხდებოდა ქუჩაში მეკითხებდა როგორ ვამარცხებთ დიქტატორს რამე წერია იმ წიგნში ხო და სინამდვილეში ეს ხო ის არის რომ ადამიანის თავგანწირვაზეა ლაპარაკი ყოველ ჯერზე ამერიკაში წასული რესა ამერიკის მოქალაქეა და ამერიკაში თან პრისტონი დაამთავრა და ძალიან ცნობილი დრამატურგი იყო ჟურნალისტი და ძალიან განათლებული ადამიანია ყველა ჯერზე ბრუნდება ფილიპინებზე თავის სამშობლოში იქ სადაც აქვს სამსახური იმიტომ რომ სულ ადვოკატი ეუბნება ბოლოს რომ დაგაპატიმრებენ და არა მაინც მოდის ხო და ეს ბოლოში წერს ხა არა მაქვს ხო ქართული ეგზემპლარი მე აღარ მაქვს ბოლოს ჩვენც აღარ დაგვჭირდა ჩარდა საარჩევნო კამპანიისას ვარიგებთ ხო ბოლო იყო ზვიაცეცხლაძეს გაუგზავნე მის დედამის მიმოთი მარია რესას წარწერეთ და ანუ მაქვს ინგლისური ჩემი რაც სამშობლო ვერსია იყო მაგრამ კარგი იქნებოდა ხა წამომეღო რო გეთქვა რომ ვაპირებდი წიგნზე წამოვიყებდი ანუ ესე წერს რომ მას როგორ დავამარცხოთ დიქტატორი ჩვენ უნდა გავაბათ ოქროს ძაფები ერთმანეთთან, ან ესე წერს პირდაპირ. ანუ ეს არის ოქროს ბადე, რომელშიც ყველა ვიქნებით ჩაბმული, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე და შენ ერთმანეთის გარდა არავინ არ ყავს. ჩვენ არ ყავს პოლიცია, ჩვენ არ ყავს სასამართლო, ჩვენ არ ყავს ხელისუფლება, ჩვენ არ ყავს არავინ ვინც დაგვიცავს, მე რო რამე მიჭირს გირეკავ შენ და შენ მიცავ მე. ანუ ის ხალხი ვინც ვართ ერთ აზრზე და ამ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, ანუ რაც არ უნდა არ მომწონდეს მე და ვთქვათ არ ვეთანხმებოდე, არ ვიცი, აი ვინ თქვა, აღარ ვიცი, აი ვინ არის აქ, აი ზურაზე ვეთყვი ისე ვთქვათ იდეოლოგიურად, ხო, აი თქვა გიგა, კარგი, რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე, მე ვიცი რომ ესენი მე დამიცავენ ხო ანუ დამიცავენ იმიტომ რომ ჩვენ თანამოაზრეები და მეტი არც არავინ არ ყავს ესე იყო ფილიპინებზე ხალხი ერთმანეთს იცავდა ანუ ოქროს ძაფები მოქსოვეთ მოთბინებით ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს და თანამშრომლობა აი ძალიან კარგი სიტყვა აღარ მახსოვს როგორ არის interconnection რა ურთიერთესა თქვა გადახლა თანამშრომლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქსელები შენება და მე ერთმანეთის დახმარება იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს მე შენ უფრო გენდობი ვიდრე პოლიციას თუ გავიხსენებ დემონსტრაციებს ხალხი მუდმივად ხშირად მოუწოდებთ ერთმანეთს რომ ერთად ვიაროთ იმიტომ რომ დაცალკეებულებს ანუ ეს ახლა მარტივი მაგალითია ცოტა პრიმიტიულიც რომ დაცალკეებულებს მე პოლიცია ადვილად იჭერს და
მათ შორის ადევნებაც ხდებოდა ხშირად და ასე შემდეგ. ხო, ანუ როცა უფრო ცოტა ჯგუფს დაინახავდა ადამიანის და ბევრი რაც რო ერთად ვიდექით, ხშირად უფრო გაცილებით რთული იყო მათთვის წინააღმდეგობა შემოს. ერთმანეთი ყავს. ხო, ეხლა პოლიცია რო გაყენ, ან მე გადამაყენა, ცუდი სიტყვაა, მაგრამ გამაჩერა, მომდევდა გამაჩერა სამა ეკიპაჟმა, რა ვიცი, ბერმანპო მომცეს 5000 ლარი, მაგრამ მანამდე ხო არ იცი რა ხდება. იმიტომ რომ არენდობი. ხო და მართვის მოწვევა მომენტი რატომ მოგცე ვეუბნები? ფანჯარასაც რო არ უწევ, იმიტომ რომ არენდობი, რომ რამე არ შემოგიგდოს, ხო? აი წარმოიდგინე ამ მდგომარეობაში და პირველი რაც გამასწორე, რომ მეგობრებს ურეკავ. ოღონდ არა ბავშვობის მეგობრებს, შენ თანამოაზრეებს ურეკავ, რომ აქ დგავარ და ჩემ ადვოკატს დაურეკეთ, რომ მიპოვოს დაუშვათ, ხო? ანუ ირაკლი აბესაძეს სუნწუსას ვერ დაურეკედავ, თქვა, რა ვიცი, გიგის ურეკავდი, რომ მიპოვონ და თუ რაღაცა შემომიგდეს ან რაღაცა იარაღი შემომიგდეს ან რაღაც. აი ახობაძეს რასაც უქნეს, ხო? ანუ ჩვენ ეს ხალხი ყავს დასახსნელი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე შენ უფრო გენდობი, შენ იმას ენდობი, შენ ანუ ჩვენი ქსელი ჩემთვის არის უნიშნულოვანესი. აქ ყველას ადგილია, ვინც არ სოციალისტი კი არა. არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს ჩემთვის. ხო, ეს არა ქვია, ჩემთვის არის ერთი მთავარი მტერი, რუსი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. სხვა მე მთავარი მტერი აქ არ, მერე გავარკვიოთ ჩვენ თავისუფალ არჩევნებში ვინსად მიდის და როგორ მიდის, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა შეცდომებზე იმაზე ბევრი შეგვიძლია ველაპარაკოთ, მაგრამ მე მაინც ფიქრობ, რომ რაღაცა კოორდინირებულად ერთმანეთის გატანით, იმედით, პოლიტიკოსის მთავარი ფუნქცია ამ დროს რა არის? ხო, აქტივის თავისთვისა, ჩვენ ყველა ახლა აქტივისტები ვართ, მაგრამ პოლიტიკოსის მაინც მთავარი ფუნქცია რომ იმედი მისცეს ხალხს. ლაპარაკით, სიტყვით, ქმედებით, თავგანწირვით, რისკით, იმედი უნდა მისცეს ხალხს. რატო ლაპარაკობ ტელევიზორში და რა შეიძლება რატო ლაპარაკობ? აბა თუ არ ელაპარაკე, როგორ უნდა იქაც უნდა ელაპარაკო, იქაც უნდა ელაპარაკო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად აი ეს ასახსნელია უფრო კარგად განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური, თქვათ, რაღაცა სანიტარია არის გამოსავალი, არ არის. არა, ხო, ანუ მე ეხლა შეცდომებზე ვსაუბრობდი და თუ კი რაიმე შეცდომას ვუშვებ, ჩემი აზრით არის ეს არაკოორდინირებულობა ბევრი მიმართულებით, იმიტომ რომ ეგ აჩენს უიმედობას ადამიანებში, რომ რაც წეგან ახსენე, რომ ერთმანეთი თუ ეზიზღება და ერთმანეთში თუ ერთ ახდებიან, როგორ აპირებენ საერთოდ აი, და ჩემი ტყვის ხოლმე ხა, რომ ეს რა ეხა ისმის, ჩემგან ესმის, ხო, რაც ვფრთხილდები, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობს, რომ რანაირად შეიძლება, რომ ამდენმა ჭკვიანმა ხალხმა ერთმანეთში ვერ დაილაპარაკოთ. აი ესე ან მართლა რანაირად შეიძლება, რომ ვერ დავსხდეთ. კი არა და ახლა ხო, ერთ პარტიაში ვერ ხდება ხალხი და ვერ ლაპარაკობს, ხო? მით უმეტეს, როდესაც აყენებ თავარ მტერს, აყენებ შენ პრობლემად და თუ მართლა ეს არის შენ მტერი, ვისაც ებრძვი, როგორ შეიძლება ამის წინამდე ვერ გაერთიანდეს, ხო? ხო, ანუ ეს არის და ანუ ჩემი აზრით, რა ვიცი, ნახოთ, მე მაინც გონია რომ გაიზრდება საზოგადოებაც ჩვენც რაღაცნაირად ვისაც გადადებული გვაქვს ახლა მართლა თავი და რაღაცნაირად აი გამოცოცხლდება, იმიტომ გაზაფხული ყოველთვის ესეთია, ცოცხალი, უფრო გაცილებით ვიდრე თქვა ზამთარი და ზამთარი ჩვენ იმდენად აქტიური. ისეთი დეპრესიული ზამთარი გავიარეთ, რომ გონია რომ ეხლა შეუძლებელია. იცი რა, ბევრ ადამიანს რაღაცა ეს იმოქმედა, მე მაგალითად ჯანმრთელობის პრობლემები დამიწყდა, ნერვი გამიცივდა, ფეხზე ვეღარ დავდიოდი, ეხლა ჩვენთვის არ შეიძლება დიდხანს ფეხზე დგომა, მაგრამ ნუ არა უშავს, მაგრამ მაინც მოვედით, გადავიტანეთ და ასე გადავიტანთ ძალიან ბევრ ამას თუ ვიქნებით ერთად. კი, ერთი ბოლოსკენ მინდა შევეხოთ საერთაშორისო რეზონანსულობას ამ თემის იმიტომ რომ მათ შორის ფილიპინების მაგალითი რაც გვაქვს, იქ იმდენად რეზონანსული გახდა, რაც ახსენე რესას წიგნის შემდეგ ეს თემა, რომ შეუძლებელი იყო, რომ საბოლოო ჯამში იმ დასასრულამდე არ მისულიყო, რაც სადაც მივიდა, ხო, ეხა ეს დიქტატორი. ამიტომაც ჩვენ შემთხვევაშიც ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ამის რაც შეიძლება გასაჯაროება, ყველგან ამაზე ყვირილი, ალბათ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დღეს ეგ დარჩა, რომ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით იყოს ძალიან რა თქმა უნდა, ანუ ჩვენი ანუ უეჭველი, ახლა მე ვიყავი თქო რომში ვიყავი, სენატის და უცხოური მედიის ჩართულობა იქნება სენატის წევრებთან ვილაპარაკეთ საქართველოსზე. ნუ ბევრი ძალიან საინტერესო შეკითხვები იყო, ვილაპარაკეთ ეროვნულ სანქციებზე. ბევრი, რა ვიცი, აგერ ჩემი კოლეგები ზოგი ესტონეთში იყო, ზოგი იყო, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თავად მაინც ჩვენას უყურებდით, ხო ეს მინდა აღხსნა, რომ აი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაიმე უკრაინა მიატოვა ამერიკამ და ამ შემდეგ და ეხლა ოვალურ ოფისში რაც მოხდა, არავის არ მოგვეწონა, რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ მე განსაკუთრებით უკრაინის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ყველანი, ვისაც მორალური საყრდენი გაგვაჩნია რუსეთის წინააღმდეგ, ქართველები, რა ვიცი, ბალტები, ყველა სოფლიოში, ჩვენ ვართ უკრაინის გულშემატკივრები. მაგრამ აქ თავი სტრატეგიული ინტერესი რა იყო უკრაინის, ხო? მოდით სისხლიანად რომ მივუდგეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი დაეკავებინათ უკრაინაში, რაც მოხდა გუშინ.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ხა ტრამპი ამბობს რომ ზელენსკი ჩამოვადა ხელს მოაწერს დიდ შეთანხმებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახოს თუმცა ჩვენ კარგად ვიცით რუსების ძალიან პრობლემური არ ვიცი ყოვლად მიუღებელი ეს ტერორისტული სახე, იმიტომ რომ მესმის ახლა ტრამპი ინერციულად ვთქვათ შიდა პოლიტიკურ თემებზეა, ხო? ანუ ყველა თავის ლაპარაკში ლანძღავს პოლარიზაციის საკითხი. მაგალითად, ანუ ვთქვათ ეს რაღაც ურთიერთტალახის სროლა არჩევნებში, მაგრამ ინერციულად ძალიან გაგრძელდება. Oval office-იც კი ძირითადად ეს იყო, აი ჰანტერ ბაიდენი, მე ჯაველინები. მოგეთ, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ჩვენ კარგად, რომ შიდა პოლიტიკურ თემებში ნაკლებად უნდა გავერიოთ. ანუ ჩვენი ინტერესი სასიცოცხლო ეხლა არის, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები დარჩეს სტრატეგიულ პარტნიორებად. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენ დაუმტკიცოთ ყველამ ერთად და ევროპა ძალიან ძლიერია ამაში რომ იზოლაციონიზმი ეს არ არის გამოსავალი ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი რეგიონი ასევე დაუმტკიცოთ რომ ასევე უკრაინაში იყოს ამერიკის ინტერესები რაც პრინციპში ახლა უკვე არის მეტწილად ნახოთ ახლა როგორ იქნება მომდევნო რაუნდები რუსეთის პასუხსაც ბევრი იქნება ძალიან მაგრამ მაინც ხო ბურთი იქ არისო მაგრამ მე მაინც ვფიქრობ აი არ იქნება ანუ ახლა ჩვენ გამოცდილი გვაქვს ახლა 2008 წელს და უკრაინელებს არაერთხელ მათ შორის მაგრამ ასევე ძალიან ევროპის თქვათ ესე გამოგვიწება ხო ანუ თავდაცვის rearm ახალი პროექტია შეიარაღდი თავიდან გერმანია საფრანგეთი და ასე შემდეგ ეროვნული სანქციები და მათ ყველას უნდა ესმოდეს რომ ივანიშვილი აქ მარტო ჩვენი საფრთხე არ არის კაცო რუსული და ჩინური და თქვათ ირანის გავლენების მატარებელი სახელმწიფო ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საფრთხე ხო ეს არის რეგიონის საფრთხე და სხვა შორის ლინცი გრემმა თქვათ დღეს ძალიან დაპოსტა ძალიან დიდი ტვიტი რომ ლინცი გრემი, რომელიც უკრაინის დიდი მეგობარი იყო, მერე შელაპარაკება ქონდა ზელენსკისთან. მაგრამ თქვა რომ თუ რუსეთი ამაზე უარს იტყვის, ჩვენ მე წარვადგენ კანონ პროექტს, რომელშიც ყველაზე უფრო მძიმე გამანადგურებელი სანქციები იქნება, მათ შორის იმ ქვეყანაზე, ვისთანაც ვაჭრობს რუსეთი. აქ ჩვენ ვართ საქართველოა სამწუხაროდ. იმიტომ რომ აქ კოცები ყველაფერს აკეთებს სანქციები ხო და ეს რო თქვით, ანუ ეს აი ფაქტის გამოძიება იყო, ხა რომ ნავთობი როგორ შემოდის და როგორ გადის მერე სხვა ქვეყნებში, ხო, იმიტომ საქართველო არ არის ნავთობწარმოებელი და მომპოვებელი ქვეყანა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ მოკეთ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ყურები კი უნდა ჩამოვყავთ უნდა ვიმოქმედოთ დღეს არ გამოვა ხვალ გამოვა და ეს აუცილებლად უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ ყავს მეგობრები საერთაშორისო ველზე ვინც ასევე ლაპარაკობენ საქართველოზე თქვენ წარმოგიდგენთ უკრაინელები ჩემი უკრაინელი მეგობრები რომლებიც სუდადიან ესე და ძალიან თქვათ ადვოკატირებას უწევენ საკუთარ ადამიანის უფლებებს განსაკუთრებით თქვათ სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკოსები არ ჩაივლის რაიმე სახის შეხვედრა საქართველოზე არ თქვან რომ აი ქართველი ხალხი რომ იბრძვის ჩვენთვისაც ეს ძალიან სერიოზული დიდი мотиваცია არ წარმოგიდგენთ უკრაინელები რომელსაც სანგარში ყავთ თავისი ჯარი და პრინციპში აი ეს რაღაც ის რო იყო გაურკვევლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ რო ქუჩაში ვიდექით და მე რო ველაპარაკებოდი ჩემ მეგობრებს ეს ფრონტზე და კიევში. ფრონტზე მეუბნებოდი რომ ჩვენი საქმე გვაქვს. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ. ვინ რას ეტყვის იქ და როგორ მოგვარდებიან ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ აქ ჩვენი სამშობლოა, ჩვენ შევწყვეტ ბრძოლას უკრაინა აღარ იარსებებს. აი ეს არის მთავარი. ამიტომ ესო გვახსოვდეს ყოველთვის ჩვენ რო შევწყვიტოთ. სულ რო ერთი ვიყოთ, მე და შენ რო დავრჩეთ მარტო იმ რუსთავაზე, ხო ვიბრძოლებთ, ანუ ხო ვიქნებით ჩართული აქტიურად. ხო შენ ის მყავს მე ის მყავს კიდე და არ ვართ ცოტა გვესმოდეს ეს რომ ცოტანი არ ვართ ამიტომ ნებისმიერ უიმედობას უნდა შევხედოთ ისე როგორც რესა ამბობს რომ თანამშრომლობა და ოქროს ჯაჭვებით ერთმანეთის გადაბმა ხელი უნდა ჩავკიდოთ და ვილაპარაკოთ ესე და ვიაროთ სხვა გამოსავალი არ აქვს და გვახსოვდეს ისიც რომ საერთაშორისო საზოგადოება მნიშვნელოვანია მათი დახმარება მნიშვნელოვანია მაგრამ როგორც კი ჩვენთან ბრძოლა შეწყდება რაც ახლა აღნიშნე ნელილა მოდუნდება ეს ხო ანუ არა თუ რამე საქართველოსზე დღეს იციან არის Georgian protest ქართული პროტესტი ქართული ხალხის პროტესტი არ ვიცი ჩემთან გაზიარებები რო აქვს თქვა X-ზე მე ძალიან ბევრი ფოლოვერი მყავს იგივე Facebook-ზე ბევრი ადამიანი აზიარებს ყველა მიცის ქალების მარში რო იყო ეხა ჩავაგდე
დიდი ჯგუფი გვაქვს ჩვენი მეგობრები საერთაშორისო და იქ ჩავაგდე. ანუ და ყველა რაღაცნაირად უყურებს საქართველოს, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების სერიოზული кейსია, სერიოზული. ჩვენ რო ვიბრძვით კიდე რუსების წინააღმდეგ, ეს არის ძალიან სერიოზული რაღაც და მათ შორის ამერიკისთვის, ტრამპის, ყველასთვის აბსოლუტურად. მოლდოვა რო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ არ დაუშვას, ხო? ანუ თქვათ რუსების გამარჯვება, ეს არის кейსი. რომ ეს ხალხი ჩვენ უკრაინა რო იბრძვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ რუმინელები რო იბრძვიან ჩარევის წინააღმდეგ, რუსული ჩარევის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით და როდესაც შეწყვეტ ბრძოლას, რავი, იქ მოკვდება ყველაფერი. ამიტომ მე სახე დღეს დავწერე კიდევ, რომ სანამ სული მიდგას პირში და როგორც არ უნდა ვიყო, დაუშვათ, სადაც არ უნდა ვიყო, აქა ვარ, ვერსად ვერ წავალ, დედა აქ მყავს, ხანდაზმული მამისაფლავი აქ მაქვს, ჩემი შვილი ეხაც წასული იყო რამდენიმე კვირა და ჩამოვარდა აქ, ვერ ძლებს ვერსად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, არ ვიცი, ყველანი აქ ვართ, მე ვინც ძვირფასი მყავს, ყველა აქ არის. ამიტომ სანამ გვაქვს შესაძლებლობა და როცა დავეცემი, მე ვიცი რომ შენ ჩემზე ახალგაზრდა ხარ და შენ გააგრძელებ. ამიტომ ერთმანეთის გარდა ხალხო არავინ არ ყავს და ეს უნდა გვესმოდეს. 100% გეთანხმები, საკმაოდ ბრძოლის უნარიანი სიტყვა იყო და მეც მგონია რომ ხო ეს ადამიანები ესე მარტივად არ დანებდებიან, იმიტომ რომ ძალიან დიდი მისია დავისახეთ ჩვენ ახლა ამ სიტუაციაში, განსაკუთრებით თუ საგარეო ფაქტორებს გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ თითქოს რაღაცნაირი სევდა შემოერია ხალხს, რომ ისინი ჩვენთვის აღარ მოიცლიან და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული უკრაინაში გამთავრებას მომიწევს. აგერ უკრაინაში ძალიან კარგი გულში მოლაპარაკებები იყო. ყველაფერი პოზიტიურად განვითარდება, იმიტომ რომ ხოლოდ ის აგებს ვინც ნებდება და ჩვენ არ ვნებდებით და ეს არის მთავარი საბოლოო ჯამში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი ძალიან და რავი შეხვდებით რუსთაველზე ან შეიძლება მოვიფიქრეთ როგორც წერან აღნიშნე იმას რა ქვია ადმინისტრაციას თავრობის ადმინისტრაციას ძალიან კარგი ხდება რაღაცა კერის გაკეთება ანუ რაღაცა შეგვიძლია იქ მოვძებნოთ ისე რომ თქვათ მართლა ვილაპარაკოთ საინტერესო თემებზე რაც დაუშვათ იქ საზმაუს იდეიდან გამიჩნდა ეს და ძალიან მომწონს დაუშვათ ხო და რაღაცა ერთი კერა იქნება პარტიის კერა და ყველას ვისაც აქვს რაღაცა შეკითხვა მაგალითად პოლიტიკოსთან რომ შენ რატო ხარ ესე უსაქმურად სად ახარ ჭამს სვავ თუ რა ვიცი რა საკეთებ მოვიდეს და ნახოს ხო კომუნიკაცია გვაკლია ხშირად ამობხომე და ეგ იყოს ის კომუნიკაციის წელი შეგვიძლია კი ბატონო მადლობა ხატია დავიშვა მაყურებელს შევხვდებით ერთ კვირაში მეგობრებო დროებით